დღეს მინდა გიამბოთ ერთი წარმოუდგენლად დრამატული ამბავი. წარმოედგინეთ სამეფო, რომელიც თავისი ძლიერების ზენიტშია, რეგიონის უპირობო ლიდერია და უეცრად ორ გიგანტურ დაუმარცხებელ იმპერიას შორის ექცევა. ეს მესამე საუკუნის საქართველოს ისტორია. ამბავი ოქროს ხანის დასასრულსა და გადარჩენისთვის თითქმის შეუძლებელ ბრძოლაზე. ჩვენ ამ ტრაგედიას 4 ნაწილად გავივლით. ჯერ ვნახავთ, საიდან მოვიდა პირველი ქარიშხალი, ეს ხორეზმელთა შემოსევაა. შემდეგ გავაანალიზებთ გარნისის კატასტროფულ ბრძოლას, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი შეცვალა. მერე ვნახავთ, როგორ ეძებდა საქართველოს დახმარებას დასავლეთში და ბოლოს როგორ დაასრულა ყველაფერი მონღოლთა დაპყრობამ. სანამ უშუალოდ ამ კატასტროფულ მოვლენებზე გადავალთ, მოდით ერთი წამით გავიაზროთ, რას კარგავდა საქართველო. ეს არ იყო უბრალოდ ერთი რიგითი ქვეყანა. ეს იყო რეგიონის უძლიერესი სახელმწიფო, კულტურული და სამხედრო ჰეგემონი. აი სწორედ ამ ოქროს ხანას დაესვა წერტილი. და აი როგორ დაიწყო ყველაფერი. პირველი დარტყმა იყო მოულოდნელი, ძლიერი და გამანადგურებელი. ამან არა მხოლოდ შეარყია სამეფო, არამედ ფაქტობრივად კარი გაუღო კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას. უბრალოდ დაფიქრდით, სულ რაღაც 5 წელიწადში ჯალალ ად-დინი დევნილი უფლისწულიდან, რომელმაც მონგოლებისგან თავის დაღწევისას ყველაფერი დაკარგა, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მმართველად იქცა. მან ფერფლიდან აღადგინა ჯარი და ახლა უკვე საქართველოს საზღვრებს მოადგა, მზად ახალი დაპყრობებისთვის. ხო და ეს დაპირისპირება გარდაუავალი იყო და ყველაფერი ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში უნდა გადაწყვეტილიყო. სწორედ გარნისის ველზე წყდებოდა სამეფოს ბედი. ბრძოლის ველზე ორი აბსოლუტურად განსხვავებული ძალა დადგა ერთმანეთის პირისპირ. ერთ მხარეს ქართველები, რიცხობრივად ბევრად მეტნი და საკუთარ ძალებში ზედმეტად დარწმუნებულები. თუმცა მათი სარდლები ერთიან სტრატეგიაზე ვერ თანხვდებოდნენ. მათ პირისპირ კი იდგა ჯალალ ად-დინის უფრო მცირე, მაგრამ ერთი მუშთივით შეკრული, უამრავ ბრძოლაში ფოლადივით გამოწრთობილი არმია. შედეგი რიცხობრივ უპირატესობას შიდა დაპირისპირება მსწლია. ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ღუპავს ყველაზე ძლიერ ჯარსაც კი დაყოფილი სარდლობა. გარნისის შედეგები უბრალოდ კატასტროფული იყო. სამეფოს ელიტარული ჯარი ფაქტობრივად განადგურდა. დედაქალაქი თბილისი აიღეს და დაარბიეს. სამეფო კარი კი ქუთაისში გაიქცა. ქვეყანა პრაქტიკულად უთავოდ დარჩა. ეს არ იყო უბრალოდ დამარცხება. ეს იყო დარტყმა, რომელმაც სამეფოს ხერხემალი გადატეხა და ის სრულიად დაუცველი დატოვა იმ საფრთხის წინაშე, რომელიც უკვე ჰორიზონტზე ჩანდა. წარმოიდგინეთ მდგომარეობა. სამეფო ნანგრევებშია, ჯარი განადგურებულია. სასოწარკვეთილი დედოფალი რუსუდანი ბოლო იმედსებღა უჭება და დახმარებისთვის ერთადერთ ძალას მიმართავს, რომელიც მისი აზრით ქრისტიანულ სამყაროში ჯერ კიდევ შემორჩა, რომის პაპს. როდესაც ხმალი უძლური აღმოჩნდა, იმედი დიპლომატიაზე გადავიდა, მაგრამ შეძლებდა კი სიტყვა იმის გამოსწორებას, რაც ბრძოლის ველზე უკვე დაიკარგა. აი მოისმინეთ, რას წერდა დედოფალი. ეს სიტყვები სრულად გადმოსცემს იმ მომენტის სიმძაფრეს. ეს არ არის რაღაც მშრალი დიპლომატიური კიმედობა. არა, ეს არის განადგურებული სამეფოს მმართველის სასოწარკვეთილი კივილი დახმარების სათხოვნელად. პაპის პასუხი, თანაგრძნობით სავსე იყო, მაგრამ რეალურ დახმარებაზე ფაქტობრივად უარი იყო და აი ეს ძალიან ნათლად გვაჩვენებს საქართველოს მაშინდელ გეოპოლიტიკურ იზოლაციას. ქრისტიანული სამყაროს ეს ფორპოსტი სრულიად მარტო დარჩა ამ უზარმაზარი საფრთხის პირისპირ. და თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, ჰორიზონტზე ახალი კიდევ უფრო საშინელი ძალა გამოჩნდა, მონგოლები. დედოფალმა ისევ სადა დასავლეთის დარწმუნება ახალ პაპს მიმართა, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ იგივე იყო. საქართველო სრულიად მარტო რჩებოდა. და ასე მივედით ფინალურ აქტამდე. ხორეზმელებისგან ისედაც დასუსტებული და მოკავშირეების გარეშე დარჩენილი სამეფოსთვის მონღოლების გამოჩენა ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი იყო. მონგოლები ქაოსულად არ მოქმედებდნენ, არა, მათ ჰქონდათ ძალიან მკაფიო, 4 საფეხურიანი გეგმა. პირველი დაზვერვა, ანუ მოდი შევისწავლოთ ამ სამეფოს სუსტი წერტილები. მეორე, სრულმასშტაბიანი შემოჭრა უკვე დასუსტებულ ქვეყანაში. მესამე, დედოფლის იძულება, რომ მათი ბატონობა ეღიარებინა. და ბოლოს, მეოთხე, ყველაზე ცბიერული ნაბიჯი. სამეფოს ორად გახლეჩა, რათა მომავალში წინააღმდეგობის გაწევის შანსიც კი არ არსებობდეს. ხედავთ? ეს არ იყო უბრალოდ დაპყრობა, ეს იყო სახელმწიფოს მეთოდური ნაბიჯ-ნაბიჯ დემონტაჟი. შედეგი, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იყო. ხორეზმელებისგან დანგრეული, დასავლეთისგან მიტოვებული საქართველო მონღოლთა იმპერიის ვასალი გახდა. ამით საქართველოს ოქროს ხანა საბოლოოდ დასრულდა. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთი შეკითხვით. აი დავფიქრდეთ, საერთოდ ქონდა კი საქართველოს გადარჩენის შანსი. იქნებ მისი ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, როცა ორ ასეთ ფაქტობრივად დაუმარცხებელ ძალას შორის აღმოჩნდა. ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც დაფიქრება ფიქრობ ისტორიული კონტექსტის მიღმა ჟღერს. მადლობა რომ გვისმენდით.